მანამდე სანამ მაო ძედუნი ჩინეთის ყველაზე ძლიერ ლიდერად იქცეოდა, ის უბრალოდ გლეხის შვილი იყო პატარა სოფელიდან. მაგრამ ის გაიზარდა იმ პერიოდში, როდესაც ჩინეთის ძველი სისტემა ნელ-ნელა ინგრეოდა. მთავრობა სუსტი იყო, უცხო ქვეყნები ერეოდნენ და ბევრი ჩინელი ფიქრობდა, რომ მათი ქვეყნის შეცვლა იყო საჭირო. ამ არეულობის შუაგულში დაიწყო ერთი კაცის ისტორია, რომელსაც ზოგი გმირად აღიარებს, ხოლო სხვებისთვის კი სასტიკი დიქტატორია. მაო ძედუნი დაიბადა 1893 წლის 26 დეკემბერს ხიაოშანში, ჰუნანის პროვინციის სოფლის რაიონში. მისი ოჯახი არ იყო ღარიბი, მათი სოფლის გლეხების უმეტესობასთან შედარებით, მისი მამა მაოიჩანი გაიზარდა სიღარიბეში, მაგრამ შრომის, ტანაზოგისა და ბრინჯის გაყიდვის წყალობით მან შეძლო მეტი მიწის შეძენა და მათი ოჯახი უკეთესად ცხოვრობდა. ისინი არ იყვნენ ჩინეთის ყველაზე მდიდარ ოჯახებს შორის, მაგრამ ჰქონდათ საკუთარი სახლი, ფერმა, საკმარისი საკვები და შესაძლებლობა შვილების სკოლაში გაეშვათ. მისი დედა ვენცი მეი იყო ერთგული ბუდისტი. ის ცნობილია როგორც კეთილი და გულუხვი, რაც სრულიად განსხვავდება მაოს მკაცრი და ადვილად გაბრაზებული მამისგან. მას ჰყავდა უმცროსი და ძმები, მათ შორის მაო ძემინი და მაო ძეტანი. მაოს ბავშვობიდანვე ეხმარებოდა ოჯახს მინდორში, მაგრამ მას უფრო მეტად კითხვა აინტერესებდა, ვიდრე მთელი ცხოვრება მიწათმოქმედება. სოფლის სკოლაში მას კონფუციანიზმის ძველი წიგნებით ასწავლიდნენ. მაგრამ მაოს არ მოსწონდა სისტემა, რომელიც მხოლოდ დაზეპირებასა და ბრმად დამორჩილებას მოითხოვდა. მას უყვარდა ომის, აჯანყების, მამაცი მებრძოლებისა და ძლიერებთან მებრძოლი ადამიანების შესახებ მოთხრობების კითხვა. უკვე აქედან ჩანს, რომ ის არ იყო კმაყოფილი იმ ცხოვრებით, რომელიც მისთვის ოჯახმა აირჩია. როცა 13 წლის გახდა, მან შეწყვიტა რეგულარული სწავლა და უფრო ხშირად დაიწყო მუშაობა მინდორში. შაობა მინდორში. მის მამას სურდა, რომ მას ესწავლა ფერმის მართვა და ოჯახის ბიზნესის გაწყობა, მაგრამ მაოს არ უნდოდა, რომ მისი ცხოვრება ამით დასრულებულიყო. როცა თინეიჯერი იყო, მისმა მამამ მოაწყო მისი ქორწინება ლუო იშუსთან, გოგონასთან მეზობელი ოჯახიდან. როგორც მაომ თავად მოყვა, მან ქორწინება ნამდვილი თანაცხოვრების სახით არ მიიღო. ისინი არც ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის მსგავსად ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ლუო გარდაიცვალა. მაოსთვის ეს მოთხოვილი ქორწინება იყო ძველი ტრადიციის მაგალითი, რომელიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგონების ცხოვრებას აკონტროლებდა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მისი სურვილი ცვლილებებისკენ. მას მოეწონა იდეა, რომ გაქცეოდა იმ ცხოვრებას, რომელიც მისთვის იყო გამზადებული. მან იბრძოლა იმისთვის, რომ სკოლაში დაბრუნებულიყო. ის სწავლობდა ჰუნანის სხვა ადგილას და მოგვიანებით გაემგზავრა ჩანშაში, პროვინციის დედაქალაქში. ეს დიდი ცვლილება იყო ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც 7 სოფლიდან მოდიოდა. ჩანშაში მან ნახა ახალი სკოლები, გაზეთები, პოლიტიკური ჯგუფები და სტუდენტები, რომლებიც მთავრობას ღიად უხენებდნენ ეჭქვეშ. იქ მან უკეთ გაიგო, რომ პრობლემა მხოლოდ მის ცხოვრებაში არ იყო. მთელი ჩინეთი ღრმა კრიზისს გადიოდა. დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანას ცინის დინასტია მართავდა. მაგრამ მაოს ეპოქაში მისი ძალაუფლება დასუსტაბავსდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჩინეთის თანმიმდეული დამარცხება უცხო ქვეყნებთან ბრძოლაში. 1839 წლიდან 1842 წლამდე ცინის მთავრობა ბრიტანეთთან პირველ ოპიუმის ომში იბრძოდა. 1852 წლის ნანკინის ხელშეკრულებით ცინის მთავრობა იძულებული გახდა ჰონგ-კონგი ბრიტანეთს გადაეცა და რამდენიმე პორტი გაიხსნა საგარეო ვაჭრობისთვის. ამას მოჰყვა სხვა შეთანხმებები, რომლებმაც უცხოელებს დიდი პრივილეგიები მიანიჭა. ბევრმა ჩინელმა ამ შეთანხმებებს უთანასწორო ხელშეკრულებები უწოდა, რადგან ორივე მხარის ძალაუფლება არ იყო თანაბარი. ჩინეთი იძულებული იყო დამორჩილებოდა უფრო ძლიერი ქვეყნების ნებას, ნაცვლად იმისა, რომ თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილებები. საფრთხეს წარმოადგენდა არა მხოლოდ ევროპული ქვეყნები. 1894 წელს დაიწყო პირველი ჩინეთ-იაპონიის ომი. ეს მოხდა ჩინეთსა და იაპონიას შორის კორეაზე დაპირისპირების გამო. ჩინეთი კვლავ დამარცხდა. ეს დიდი სირცხვილი იყო ცინის მთავრობისთვის. ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში იაპონიას პატარა ქვეყნად მიიჩნევდა, მაგრამ ომმა აჩვენა, რომ იაპონიამ უფრო სწრაფად შექმნა თანამედროვე სამხედრო, ინდუსტრიული და მმართველობის სისტემა. სხვა ქვეყნები უკვე იყენებდნენ თანამედროვე გემებს, იარაღს, მატარებლებს და ქარხნებს, ხოლო ჩინეთში ცვლილებები ნელა მიმდინარეობდა. ამიტომაც ბევრმა სტუდენტმა და ინტელექტუალმა დაიწყო კითხვების დასმა. რატო ჩამორჩა მათი ქვეყანა? ტრადიცია პრობლემა, სუსტია იმპერატორი. თუ საჭიროა მთელი სისტემის შეცვლა. კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 1908 წელს, როდესაც გარდაიცვალა გუანციუს იმპერატორი. მხოლოდ ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა ძლევამოსილი იმპერატრიცა ცისი. ტახტზე დასვეს პუი, ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ 3 წლისაც არ იყო. რა თქმა უნდა, ბავშვი ვერ შეძლებდა ქვეყნის მართვას. ნამდვილი ძალაუფლება გადავიდა ოფიციალურ პირებსა და სამეფო მინისტრთა წევრებს.
მაგრამ ბევრი ჩინელისთვის ნათელი იყო, რომ ძველი მთავრობა, რომელიც ნელა იცვლებოდა, ვეღარ შეძლებდა ქვეყნის გადარჩენას. მათი უმეტესობა შთაგონებული იყო სუნიაცენის მიერ, ლიდერის მიერ, რომელიც ჩინდის დინასტიის დამხობასა და რესპუბლიკის დაარსებას ისურვებდა. ჩინეთის რესპუბლიკის დროს. როცა მაომ რევოლუციის შესახებ გაიგო, ის ჯარისკაცად შეუერთდა თავის ძმასთან ერთად ჰუნანში. მაშინ ის ჯერ კიდევ კომუნისტი არ იყო. ის უბრალოდ ახალგაზრდა იყო, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩინგის დინასტია უნდა დაემხო და ჩინეთს ახალი მიმართულება მიეცა. რევოლუცია წარმატებით დასრულდა 1912 წლის დასაწყისში, ტახტიდან გადადგა ახალგაზრდა პუი და დასრულდა ჩინეთში იმპერატორთა 2000 წელზე მეტი ხნის მმართველობა. მის ნაცვლად დაარსდა ჩინეთის რესპუბლიკა. ჯერ კიდევ არა სახალხო რესპუბლიკა, რომელიც მაომ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ 1959 წელს დაარსა. ახალგაზრდა მაოსთვის იმპერატორის დაცემა ერთ მნიშვნელოვან რამეს ამტკიცებდა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს არსებობს სისტემა. სისტემა ის შეიძლება დაინგრეს თუ საკმარისი ადამიანი მზად იქნება ბრძოლისთვის. მაგრამ იმპერატორის დაკარგვამ მშვიდობა მაშინვე არ მოიტანა. ამის ნაცვლად დაიწყო კიდევ უფრო ქაოტური ბრძოლა იმის გასარკვევად თუ ვინ იქნებოდა ახალი ჩინეთის ნამდვილი მმართველი. იმპერატორის დაცემის შემდეგ ჩინეთი მაშინვე არ გამართულა. ახალი ჩინეთის რესპუბლიკა სუსტი იყო. ბევრ ადგილას ნამდვილი მმართველები სამხედრო ლიდერები იყვნენ, მათ საკუთარი არმია, კანონები და გადასახადები ჰქონდათ. ხშირად ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, რომ მეტი ტერიტორია დაეკავებინათ. ამ პერიოდში მაო ძედუნი სწავლას აგრძელებდა ჰუნანის პირველ ნორმალურ სკოლაში. მას უყვარდა ფილოსოფიის, პოლიტიკისა და მმართველობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ კითხვა. ის აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გაერთიანებებში, მან დახმარება გაუწია ჯგუფის შექმნას, რომელიც სტუდენტებს აძლევდა ხმას სკოლის წესების წინააღმდეგ. 1918 წელს მაომ დაამთავრა სწავლა და პეკინში წავიდა, სადაც პეკინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასისტენტის დაბალი თანამდებობა მიიღო. ის მთავარი ბიბლიოთეკარი არ იყო. მისი მოვალეობა მხოლოდ წიგნების დალაგებასა და აღრიცხვაში დახმარება იყო. მაგრამ ეს სამუშაო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან იქ მან გაიცნო ალი დაქსიაო, ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩინეთში მარქსიზმს ასწავლიდა. მარქსიზმის მიხედვით საზოგადოება იყოფა ადამიანებად, რომლებსაც აქვთ მიწის, ბიზნესისა და სიმდიდრის კონტროლი და მუშებად და გლეხებად, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული. მაო დაინტერესდა ამ იდეებით. მან დაინახა, რომ ამ იდეის გამოყენება შეიძლებოდა იმის ასახსნელად, თუ რატომ იყო ჩინეთში ამდენი ღარიბი ადამიანი, მაშინ როცა სიმბიდრე და ძალაუფლება მხოლოდ მცირე რიცხოვანთა ხელში იყო. 1921 წელს დაარსდა ჩინეთის კომუნისტური პარტია, ЧКП. მაო იმ 13 დელეგატს შორის იყო, ვინც შანხაიში მის პირველ კონგრესს დაესწრო. მაშინ პარტია ჯერ კიდევ პატარა იყო, მაო მთავარი ლიდერი არ ყოფილა. ჩენ დუსიუ და ალი დაქსიო უფრო ცნობილები იყვნენ როგორც კომუნიზმის პირველი მხარდამჭერები ჩინეთში. მაგრამ მაომ რაღაც მნიშვნელოვანი შენიშნა, რაც მის აღმავლობაში გადამწყვეტი იქნებოდა. სხვა ქვეყნებში კომუნისტური მოძრაობა ფაბრიკის მუშებზე იყო ორიენტირებული. ჩინეთში კი გლეხები ბევრად უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე ინდუსტრიული მუშები. მათგან ბევრს საკუთარი მიწა არ ჰქონდა, მაღალი ქირა უნდა გადაეხადათ და ხშირად ვალებში იყვნენ ჩაფხული. მაოს სჯეროდა, რომ თუ გლეხებს ორგანიზებას გაუკეთებდნენ, ისინი რევოლუციის ყველაზე დიდ ძალად იქცეოდნენ. თავდაპირველად კომუნისტური პარტია და კუომინტანი ერთმანეთის მტრები არ იყვნენ. KMT იყო ნაციონალისტური პარტია, რომელსაც ჩინეთის გაერთიანება და ადგილობრივი სამხედრო მეთაურების დამარცხება სურდა. რადგან ორივეს საერთო მტერი ჰყავდა, დროებით კუომინტანი და კომუნისტები ერთმანეთს დაეხმარნენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ჩიანგ კაიშეკის ძალაუფლება კუომინტანში გაიზარდა. როდესაც კომუნისტური ჯგუფები და შრომითი კავშირები იზრდებოდა, მიწათმფლობელები, ბიზნესმენები და კონსერვატორი მოხელეები შეშინდნენ, რომ მათ მიწებსა და ბიზნესს წაართმევდნენ. 1927 წლის აპრილში ჩიანგ კაიშეკის მოკავშირე ძალებმა შანხაიში კომუნისტებსა და შრომის ორგანიზატორებს შეუტიეს. ბევრი მოკლეს, დააპატიმრეს ან გაუჩინარდა. ამ მოვლენას შანხაის ხოცვაჟლე და ან 12 აპრილის წმენდა ეწოდა. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ შანხაიში 300,000-ზე მეტი კომუნისტი მოკლეს. ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ ქალაქში ასობით ადამიანი მოკლეს და ათასობით სხვა გახდა მსხვერპლი უფრო ფართო დევნისა ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში. ამ მოვლენამ საბოლოოდ დაანგრია ორი პარტიის ალიანსი. დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა კუომინტანსა და კომუნისტურ პარტიას შორის. ხუნანში აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ მაო და მისი თანამოაზრეები მთებში დაიხიეს. მან იცოდა, რომ მათ არ შეეძლოთ კუომინტანის დიდ არმიასთან პირდაპირ ბრძოლაში დაპირისპირება. ამიტომაც მათ პარტიზანული ომი გამოიყენეს.
ისინი სწრაფად ესხმოდნენ თავს მტრის სუსტ ნაწილებს და შემდეგ უკან იხევდნენ, სანამ უფრო დიდი ძალა მოვიდოდა. მათ თები და შორეული სოფლები თავიანთ ბაზად გამოიყენეს. გლეხების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კომუნისტებმა დაფირდნენ, რომ შეამცირებდნენ მიწათმფლობელთა ძალაუფლებას და მიწას გადაანაწილებდნენ. ამიტომაც ზოგიერთი გლეხი მათ არმიას შეუერთდა. მაგრამ იყო ადგილებიც, სადაც რევოლუციის მტრებად მიჩნეულ ადამიანებს ძალადობრივად აკავებდნენ და კლაუდნენ. 1934 წლისთვის კუომინტანგმა უკვე ალყა შემოარტყა კომუნისტების მთავარ ბაზას ჯიანგსიში. აქ ისინი იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ, ეს იყო გრძელი მარშის დასაწყისი. ათასობით კომუნისტი ჯარისკაცი და მათი მხარდამჭერი მდინარეებს, მთებსა და საშიშ ადგილებს გადიოდნენ, როცა კუომინტანგი მათ მისდევდა. ეს არის უბრალოდ წარმატებული სამხედრო მისია, ეს იყო სასოწარკვეთილი უკან დახევა, რათა გადაერჩინა დარჩენილი კომუნისტური ძალები. ბევრი დაიღუპა ბრძოლაში შიმშილით, ავადმყოფობით, სიცივით და ძლიერი დაღლილობით. მოგზაურობის განმავლობაში მაოს პოზიცია პარტიაში გაძლიერდა. იმ დროს ის იყო კომუნისტური მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ჯიანგსიში დაარსდა. მხოლოდ ნელ-ნელა გახდა ის პარტიის მთავარი ლიდერი, როცა გრძელდებოდა გრძელი მარში. მათი ძალების მცირე ნაწილი გადარჩა და ჩრდილოეთ ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი დაკარგეს, კომუნისტურმა პარტიამ გრძელი მარში გამოიყენეს, როგორც სიმბოლო მათი გამძლეობისა და მსხვერპლისა. მაგრამ სანამ კუომინტანი და კომუნისტები იბრძოდნენ, იაპონიისგან მომდინარე საფრთხე იზრდებოდა. იაპონიამ მანჯურია 1931 წელს დაიკავა. 1937 წელს კი დაიწყო უფრო ფართომასშტაბიანი შეჭრა ჩინეთში. იაპონურმა ძალებმა მრავალი ქალაქი დაიკავეს, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ომმა დიდი განადგურება დატოვა. ამიტომ დროებით ისევ ითანამშრომლეს კუომინტანგმა და კომუნისტურმა პარტიამ იაპონიის წინააღმდეგ. კუომინტანგი დიდი რეგულარული ბრძოლების უმეტესობას აწარმოებდა. ამასობაში კომუნისტური ძალები ხშირად იყენებდნენ პარტიზანულ თავდასხმებს სოფლის რაიონებში და იაპონელების ხაზების უკან. 1940 წელს კომუნისტურმა ძალებმა ჩაატარეს 100 პოლკის შეტევა. მათ შეუტიეს რკინიგზებს, ხიდებს და მომარაგების ხაზებს, რომელსაც იაპონია იყენებდა ჩრდილოეთ ჩინეთში. იაპონიასთან პირდაპირ ბრძოლის უფრო დიდი ნაწილი კუომინტანგმა ითვირთა. ჩინეთმა ასევე მიიღო დახმარება შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეებისგან. 1945 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირმა შეუტია იაპონურ ძალებს მანჯურიაში. ამავე დროს იაპონიაც მარცხდებოდა წყნარ ოკეანეში მიმდინარე უფრო ფართო ომში. იაპონია დანებდა 1945 წელს. მაგრამ როდესაც მათი საერთო მტერი გაქრა, კუომინტანი და კომუნისტური პარტია კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კუომინტანს მეტი ჯარი და იარაღი ყავდა. ისინი ასევე აკონტროლებდნენ დიდ ქალაქებს, მაგრამ მათ მიერ კონტროლირება ტერიტორიებზე კორუფცია, ინფლაცია და საკვების დეფიციტი გაუარესდა. ბევრმა ჯარისკაცმა და ჩაოულებრივმა მოქალაქემ დაკარგა ნდობა ჩანგაიშის მთავრობის მიმართ. ამასობაში კომუნისტური პარტია გაძლიერდა სოფლებში მათი მიწის დაპირებისა და გლეხების უკეთ ორგანიზების გამო. 1948 და 1959 წლებში კომუნისტურმა ძალებმა მოიგეს ზედიზედ დიდი ბრძოლები. 1959 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედონმა გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება. ჩანგ კაიში და კუომინტანი ტაივანში გადაიხიზნენ, სადაც გააგრძელეს ჩინეთის რესპუბლიკის არსებობა. ბევრი ჩინელისთვის მაო იყო ლიდერი, რომელმაც დაამარცხა სამოქალაქო ომიდან გადარჩენილი სამხედრო მმართველები და ხელახლა გააერთიანა ქვეყნის დიდი ნაწილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალაუფლება მოიპოვა, ის აღარ იყო მხოლოდ რევოლუციის ლიდერი. ეხლა მას კონტროლი ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაზე და აქ იწყება მისი მმართველობის ყველაზე საშიში ნაწილი. როცა მაო ძედუნმა ჩინეთში სრული ძალაუფლება მოიპოვა, სურდა ქვეყანა მაშინვე შეეცვალა. არ სურდა, რომ ქვეყანა ღარიბი და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული დარჩენილიყო. ჩინეთი მას სურდა, რომ ქვეყანას სწრაფად ჰქონოდა ბევრი ქარხანა, ფოლადის ქარხლები და თანამედროვე ინდუსტრია. ამიტომ 1958 წელს მან დაიწყო დიდი ნახტომი წინ. მას დიდი დაპირებები ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ჩინეთი დაეწეოდა ძლიერ ინდუსტრიულ ქვეყნებს. მაგრამ ამისთვის მისთვის მთავრობა მაიძულა ხალხი მთლიანად შეეცვალა თავისი ცხოვრება. პატარა ფერმები გააერთიანეს დიდ ჯგუფებში, რომელსაც ეწოდებოდა სახალხო კომუნები. პიცა, ინვენტარი, პირუთხვი და მოსავალი უკვე კომუნის კონტროლის ქვეშ იყო. ბევრ ოჯახს აღარ შეეძლო თავისუფლად დაეთესა და თავისთვის მოემზადებინა საჭმელი. ზოგიერთ ადგილას მათ საკვებს საერთო სამზარეულოში აძლევდნენ და ეოდებოდნენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ სამუშაოს შეასრულებდნენ. მათ მხოლოდ სოფლის მეურნეობას კი არ ავალებდნენ. ჩვეულებრივ ადამიანებსაც დაავალეს, რომ
სოფლებში და ეზოებში აშენებულ პატარა ღუმელებში ფოლადი ეწარმოებინათ. ვინაიდან მათ არ ჰქონდათ საკმარისი მომზადება და შესაბამისი აღჭურვილობა, ბევრი მათ მიერ წარმოებული მეტალი დაბალი ხარისხის იყო და თითქმის გამოუსადეგარი. რაც კიდევ უფრო უარესია, ბევრი გლეხი თავის მინდვრებს მოშორდა, რათა ფოლადის წარმოებაში, კაშხლების მშენებლობასა და სხვა პროექტებში ემუშავა. ამიტომ მაშინ, როცა მთავრობა ინდუსტრიის მიზნებს ზრდიდა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დარგავდა და იღებდა მოსავალს, იქლებდა. ადგილობრივ მოხელეებზე დიდი ზეწოლაც ხორციელდებოდა. თუ მათი ანგარიშები დაბალი იყო, მათ შეიძლება ბრალი დასდოთ, რომ რევოლუციისადმი ერთგულნი არ იყვნენ. ამიტომ ბევრმა მოითხოვა და გაცილებით დიდი მოსავალი გამოაცხადა, ვიდრე სინამდვილეში მიიღო. რადგან მთავრობა ცრუ მონაცემებს ენდო, მან სოფლებიდან ძალიან დიდი რაოდენობით მარცვლეული წაიღო. იყო ადგილები, სადაც თითქმის აღარაფერი დარჩა იმ გლეხებისთვის, რომლებმაც თავად დათესეს ეს მარცვლეული. ამასთან ერთად მთავრობამ დანერგა არასწორი სასოფლო-სამეურნეო მეთოდები, რომლებიც სათანადოდ არ იყო გამოცდილი. ადამიანებს აიძულებდნენ ძალიან მჭიდროდ დაეთესათ და ძალიან ღრმად დაემუშავებინათ მიწა. მოსავლის გაზრდის ნაცვლად ბევრი ნათესი განადგურდა. კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო 4 მავნებლის კამპანია. ადამიანებს დაავალეს მოეკლათ ვირთხები, ბუზები, კოღოები და ბეღურები, რადგან ისინი მავნებლად მიიჩნეოდნენ. კამპანიის მთავარი სამიზნე არ იყვნენ ვეფხვები, ლეოპარდები და მგლები. როგორც წყაროშია ნათქვამი, როცა ზოგიერთ ადგილას ბეღურები თითქმის მთლიანად განადგურდნენ, იმ მწერების რაოდენობა გაიზარდა, რომლებსაც ეს ფრინველები ჭამდნენ. ეს განსაკუთრებით აზიანებდა ნათესებს. ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში გვალვაც იყო და წყალდიდობაც, მაგრამ კატასტროფის მიზეზი მხოლოდ ბუნება არ ყოფილა. უფრო დიდი პრობლემა იყო არასწორი პოლიტიკა იძულებით სამუშაოებზე, მოსავლის შესახებ მცდარი ანგარიშები და მარცვლეულის გამუდმებული ამოღება მაშინაც კი, როცა სოფლები შიმშილობდნენ. 1959 წლისთვის უკვე აშკარა იყო, რომ საკვების წარმოება იქლებდა. მაგრამ ბევრი ჩინოვნიკი შიშობდა მაოსთვის სიმართლის თქმას. ვინც კი გეგმას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა, შეიძლება სოციალიზმის მთრად გამოეცხადებინათ. ამიტომ შიმშილის ნამდვილი მასშტაბი დამალული იყო მაშინ, როცა ხალხს კვლავ აიძულებდნენ მიუღწეველი მიზნების შესრულებას. საკვები ნელ-ნელა იწურებოდა. ხალხი იძულებული იყო ეჭამა ბალახი, ფოთლები, ხის ქერქი და ყველაფერი, რაც კი საღეჭად ვარგისი იყო. არსებობდა ცნობები შინაური ცხოველების ჭამისა და ზოგიერთ ადგილას კი კანიბალიზმის შემთხვევების შესახებაც. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ისტორიკოსების შეფასებები განსხვავებულია, მაგრამ ბევრი კვლევა მსხვერპლთა რაოდენობას 10 მილიონებში ასახელებს. ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული შეფასება დაახლოებით 30 მილიონი ადამიანის დაღუპვაა შიმშილისა და მასთან დაკავშირებული შედეგების გამო. 1959 წელს მაომ დატოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი. თუმცა ის არ გადამდგარა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. სახელმწიფო თავმჯდომარის პოსტზე იგი liu shaoqim ჩაანაცვლა. თუმცა მაო პარტიაში კვლავ ყველაზე გავლენიან ლიდერად დარჩა. 1961 წლისთვის დიდი ნახტომის ყველაზე მკაცრი ნაწილები ეტაპობრივად გაუქმდა. ზოგ ოჯახს კვლავ მიეცა უფლება საკუთარი საჭიროებისთვის დაეთესათ. სავალდებულო კომუნური სისტემა შემცირდა და დაბრუნდა უფრო პრაქტიკული განაწილების მეთოდები. მაგრამ კატასტროფის შემდეგ მაოს პირდაპირი კონტროლი ყოველდღიურ მმართველობაზე შესუცდა. უფრო პრაქტიკული ლიდერები, როგორიცაა liu shaoqi და deng xiaoping, დაეხმარნენ ეკონომიკის მოწესრიგებაში. მაოსთვის ეს საშიში იყო. მას ეშინოდა, რომ ჩინეთი შორდებოდა მის რევოლუციურ გზას. ის დარწმუნებული იყო, რომ კომუნისტური პარტიის შიგნით არსებობდნენ ლიდერები, რომლებიც კაპიტალიზმის დაბრუნებას ცდილობდნენ. ამიტომ 1966 წელს მან დაიწყო კულტურული რევოლუცია. მისი გამოცხადებული მიზანი იყო პარტიის გაწმენდა და ჩინეთში ბრძოლა ძველი იდეების, ძველი კულტურის, ძველი ტრადიციებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც კაპიტალისტური გზის მიმდევრები ეწოდებოდათ. მაგრამ ეს ასევე იყო გზა, რომ მაომ მოიშორა კრიტიკოსები და კიდევ ერთხელ გააძლიერა თავისი პირადი კონტროლი. მან სტუდენტებს მოუწოდა შეექმნათ ჯგუფები, რომლებსაც წითელი გვარდიელები ეწოდებოდათ. მათ თან ჰქონდათ პატარა წითელი წიგნი, მაოს გამონათქვამების კრებული. ისინი მას არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერად, არამედ თითქმის სრულყოფილ მეგზურად მიიჩნევდნენ, რომელიც ეჭქვეშ არ უნდა დაეყენებინათ. ზოგიერთი წითელი გვარდიელი აოხრებდა სკოლებს, სახლებს, სამთავრობო ოფისებს, ტაძრებსა და მუზეუმებს. მასწავლებლები, ინტელექტუალები, ყოფილი მოხელეები, მიცათმფლობელები და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მაოსადმი არაერთგულებაში ეჭვმიტანილნი იყვნენ, საჯაროდ აეგდეს დასაცინად. ბევრი სცემეს, დააპატიმრეს, აწამეს, აიძულეს შეღიარებინათ ის, რაც არ ჩაუჩაუდენიათ, ან გაგზავნეს იძულებით სამუშაოზე. ზოგიერთი მასწავლებელი საკუთარი სტუდენტების მიერ მოკლეს.
მაგრამ არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ მაომ პირადად უბრძანა თითოეულ წითელ გვარდიელს თავისი პროფესორი მოეკლა. უფრო სწორია ითქვას, რომ მისი მოწოდებები და მხარდაჭერა აჯანყებისადმი იყო ის, რაც ძალას აძლევდა სხვადასხვა ჯგუფს ძალადობის ჩადენაში. სამიზნე გახდა ჩინეთის ისტორია და კულტურაც. დამსხვრეული იქნა ძველი წიგნები, ნახატები, ქანდაკებები, ტაძრები, სამარხები და სხვა ნივთები, რომლებიც 4 ძველის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. პეკინში და სხვა ადგილებში მრავალი კულტურული ობიექტი დაზიანდა ან მთლიანად გაქრა. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ 1970 წელს პირადად მაო ძედუნმა უბრძანა დიდი კედლის დანგრევა, რათა მისი აგურები სახლებისა და კაშხლების ასაშენებლად გამოეყენებინათ. მართალია, დიდი კედლის ზოგიერთი ნაწილი სხვადასხვა პერიოდში ადგილობრივმა მოსახლეობამ მასალების მისაღებად გამოიყენა. მაგრამ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ წყაროს მტკიცება მაო ძედუნის პირდაპირ ბრძანება ჩაითვალოს. კულტურული რევოლუციის გამწვავებისას სხვადასხვა წითელი გვარდიის ჯგუფებს შორისაც დაიწყო დაპირისპირება. ყველა ამ ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ისინი იყვნენ მაო ძედუნის ნამდვილი დამცველები და რამდენიმე ქალაქში ეს საბოლოოდ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემდგომში არეულობის შესაჩერებლად გამოიყენეს სახალხო განმათავისუფლებელი არმია. ბევრი ახალგაზრდა გააგზავნეს შორეულ პროვინციებში, რომ ემუშავათ მინდვრებში და ესწავლათ გლეხებისგან. ამ პერიოდში მაოს პიროვნების კულტმა მნიშვნელოვნად იმატა. მისი სურათი გამოჩნდა სახლებში, სკოლებში, ქარხნებსა და სამთავრობო შენობებში. მისი სიტყვები ყოველდღიურად იმეორებოდა, კითხულობდნენ და იმეორებდნენ. ამის უცნაური მაგალითი 1968 წელს მოხდა. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაოს მანგოები აჩუქა. მან ეს მანგოები გადასცა ქარხნის მუშებს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ცინქუას უნივერსიტეტში არეულობის შემდეგ. იმის გამო, რომ მანგო იმ დროს ჩინეთის დიდ ნაწილში იშვიათი და თითქმის უცნობი იყო, ზოგიერთმა ეს აღიქვა როგორც განსაკუთრებული საჩუქარი თავად მაოსგან. ზოგი მანგო ფორმალდეჰიდში ჩადეს. ასევე დაამზადეს ცვილისა და პლასტმასის ასლები, რომლებიც პარადზე გამოქონდათ და ქარხნებში აჩვენებდნენ. სინამდვილეში თავად ხილი არ იყო მთავარი. მანგო გამოიყენეს როგორც სიმბოლო მაოს თითქოს და სიყვარულისა მუშების მიმართ. ამან აჩვენა, რამდენად ძლიერი იყო პროპაგანდა და რამდენად ღრმა იყო მისი პიროვნების კულტი. წყაროში ასევე ნათქვამია, რომ ერთი კაცი მოკლეს იმის გამო, რომ მან მანგო შეადარა ბატაცს. მსგავსი ამბავი გავრცელდა რამდენიმე ანგარიში მანგოს კულტთან დაკავშირებით. მაგრამ რთულია ზუსტი დეტალების დამტკიცება. ამიტომ ეს არ უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც უეჭველი ფაქტი. საგარეო პოლიტიკაში ჩინეთიც დაშორდა საბჭოთა კავშირს. მაომ გააკრიტიკა ეს სერგს ლიდერები, როგორც რევიზიონისტები, რომლებიც თითქოს გადაუხვიეს ნამდვილი კომუნიზმის გზას. მისი საკუთარი ინტერპრეტაცია რევოლუციისა, რომელიც ფოკუსირებული იყო გლეხებზე, გერილიურ ომზე, უწყვეტ კლასობრივ ბრძოლასა და პირად ლიდერობაზე, გახდა ცნობილი როგორც მაოიზმი. მაგრამ არასწორია წყარო, როდესაც ამბობს, რომ მაომ გახსნა ჩინეთი მასშტაბური გლობალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობისთვის. მართალია, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა 1970-იანი წლების დასაწყისში. პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი 1972 წელს ეწვია ჩინეთს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში დიდი ცვლილება იყო. მაგრამ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმა, უცხოური ინვესტიციები და ჩინეთის გახსნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის მოხდა მას შემდეგ, რაც მაო გარდაიცვალა. ეს უფრო სერიოზულად დაიწყო დენ სიაოპინის ხელმძღვანელობით 1978 წლიდან. ის რეფორმები და არა კულტურული რევოლუცია გახდა თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდის თავარი საფუძველი. მართალია, რომ მაოსა და ჰენრი კისინჯერის უცნაური საუბარი 1973 წელს ნამდვილად შედგა. აშშ-ის მთავრობის ოფიციალური ტრანსკრიპტის მიხედვით, მაომ იხუმრა, რომ ჩინეთს შეეძლო 10 მილიონი ქალი გაეგზავნა შეერთებულ შტატებში. ოთახში მყოფებმა სიცილი დაიწყეს, მასე რომ ეს სერიოზული სავაჭრო შეთავაზება არ ყოფილა. როგორც წყარო აჩვენებს, ეს იყო უხეში და დამამცირებელი ხუმრობა დიპლომატიურ შეხვედრაზე. ასევე არსებობს ბევრი პირადი ისტორია სისუფთავის შესახებ, სექსუალური ურთიერთობები და საყვარლები, ასევე ცუდი მოპყრობა. მათი უმეტესობა მემუარებიდან და ანგარიშებიდან მოდის, რომლებიც ისტორიკოსებისთვის ჯერ კიდევ სადავოა. ამიტომ უსაფრთხო არ არის წყაროში მოცემული ყველა დეტალი უთხოვარ სიმართლეს წარმოვადგინოთ. განსაკუთრებით ის მტკიცებები, რომლებიც ეხება დაავადებებს, გოგონებს და მისი ცოლის პირად ცხოვრებას. უფრო მკაფიოდ დოკუმენტირებული კი ეს არის. როდესაც მაო ასაკში შევიდა, მისი სხეული დასუსტა. მაგრამ ის მაინც ძალაუფლების ცენტრად დარჩა. მას ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას საუბარი და მოძრაობა უჭირდა. ამასთან ერთად მთავრობის შიგნით ბრძოლა გრძელდებოდა მისი ცოლის, ძიანცინის, რადიკალ მხარდამჭერებსა და უფრო პრაქტიკულ ლიდერებს შორის, რომლებიც ქვეყნის მოწესრიგებას ცდილობდნენ.
9 სექტემბერი 1976 წელს მაო ძედუნი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. უამრავი ჩინელი გლოვობდა მას. მათთვის ის მაინც რჩებოდა ლიდერად, რომელმაც მატერიკული ჩინეთი გაერთიანა და რომელმაც ქვეყანას ძალა დაუბრუნა ხანგრძლივი ომებისა და უცხოური კონტროლის შემდეგ. მაგრამ მათთვის, ვინც გადაურჩა შიმშილს, პოლიტიკურ წმენდებს, იძულებით შრომასა და კულტურულ რევოლუციას, მაოს სხვა სახე ახსოვთ. ის კრისტალურ კუბოში არ დაუკრძალავთ, მისი სხეული დაბალზამეს და მინის ვიტრინაში განათავსეს მაუსოლეუმში თიანანმენის მოედანზე, სადაც სტუმრებს მისი ნახვა დღესაც შეუძლიათ, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ჯიან ცინი და სხვა რადიკალი ლიდერები, რომლებიც ოთხეულის ბანდის სახელით იყვნენ ცნობილი, დააპატიმრეს. ახალმა მთავრობამ ეტაპობრივად დაასრულა კულტურული რევოლუციის პოლიტიკა. რამდენიმე წლის შემდეგ კომუნისტურმა პარტიამ ოფიციალურადაც აღიარა, რომ კულტურულმა რევოლუციამ ქვეყანას დიდი არეულობა და ზიანი მოუტანა. მაოს გავლენის მასშტაბი უარყოფა შეუძლებელია. მისი მმართველობის დროს ქვეყანა ერთ ძლიერ სახელმწიფოდ იქცა და ბევრ ადამიანს მიეცა უფრო ფართო ცდომა საბაზისო განათლებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. მაგრამ ამასთან ერთად მისი არასწორი გადაწყვეტილებები და იძულებითი კამპანიები გამოიწვია შიმშილი, შიში, განადგურება და უამრავი მოქალაქის სიკვდილი. და ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურ ძალად იქცა, არ ჩამოყალიბებულა იმიტომ, რომ მისი ყველა პოლიტიკა გაგრძელდა. ჩინეთი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მომდევნო ლიდერებმა უარი თქვეს ბევრ იმ იდეაზე, რომლებმაც მაოს დროს ყველაზე დიდი ტრაგედიები გამოიწვია.